პეჩორის მონასტრის მამას ღირს ტიტეს ჰყავდა მეგობარი, იმავე მონასტრის ბერი დიაკვანი ევაგრე. მათ ისე გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი, რომ მთელ საძმოს უკვირდა მათი თანამოაზრეობა. მაგრამ სიკეთის მოძულე მტერმა, რომელიც მიჩვეული იყო ხორბალს შორის ღვარძლის თესვას, მათ შორის ტრობა დათესა. თან ისე მოახერხა, რომ ერთმანეთის დანახვაც კი არ შეეძლოთ. როდესაც ერთ-ერთ მათგანს მოუწევდა საკმევლით ტაძრის შემოქმევა, მეორე გაურბოდა საკმეველს. ხოლო თუ კი ის პირს არ მოარიდებდა, მაშინ მეორე აულიდა გვერდს. დიდხანს იმყოფებოდნენ ისინი ცოდვის წყდიაჩი და შეურიგებლად ურთიერთპატიების გარეშე ვერ ბედავდნენ მიეღოთ საფრთხო ძღვენი და ზიარებულიყვნენ. საძმოს თხოვდა შერიგებას, მაგრამ მათ ამის გაგონებაც კი არ სურდათ. ღვთის განგებით მოხდა ისე, რომ ღირსი ტიტე ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო. მაშინ იგი ცხარე დატირდა თავისი ცოდვების გამო. გააგზავნა კაცი ევაგრესთან და გულაჩუყებულმა შეუთვალა, მაპატიე ძმაო ღვთის გულისათვის, რომ სიფიცხით შეურაცხყავ. მან არა თუ აპატია, არამედ ულმობელი სიტყვებით დასწყევლა იგი. მონასტრის ძმებმა მომაკვდავ ტიტეს, რომ ხედავდნენ ძალით მოიყვანეს ევაგრე მასთან გამოსამშვიდობებლად. სნეულმა ევაგრე რომ დაინახა, იმ წამსვე წამოდგა, მის ფეხებთან დაემხო და ცრელმორეულმა მიმართა. შემიდე მამაო და მაკურთხე. ევაგრემ კი ზურგი შეაქცია ტიტეს და ყველას გასაგონად წარმოთქვა ულმობელი სიტყვები. არასოდეს არ გაპატია, არც აქ და არც იმ ქვეყნად. ამის თქმა იყო და ევაგრე ძმებს ხელიდან დაუსხლდა და დავარდა. მათ უნდათ მისი აყენება, მაგრამ იგი მკვდარი იყო. ვერ შეძლეს მისთვის ვერც ხელის გასწორება, ვერც პირის დახურვა და ვერც თვალის დახუჭვა. თითქოს დიდი ხნის მიცვალებული ყოფილიყო. ავადმყოფი ტიტე კი ამასობაში წამოდგა და გამოჯანმრთელდა. შიშმა შეიპყრო ყველა. კითხვებს უსვამდნენ გამოჯანმრთელებულ ნეტარ პრესვიტერს, თუ რას ნიშნავდა ეს. ნეტარი ტიტე პასუხობდა: როდესაც მე მძიმედ ვიყავი ავად და ამ დროს მტრულად ვიყავი განწყობილი მისადმი, ვნახე ანგელოზები, რომლებიც განმეშორდნენ და ტიროდნენ ჩემი სულის მოკვდინების გამო. ეშმაკები კი ხარობდნენ ჩემი მრისხანების გამო. მაშინ გთხოვეთ თქვენ ჩემი ძმისგან პატიება გამოგეთხოვოთ. თქვენ მომიყვანეთ იგი, მე თაყვანი ვეცი, მან კი ზურგი შემაქცია. ამ დროს დავინახე მრისხანი ანგელოზი, რომელმაც ცეცხლოვანი ლახვარი ჩაარტყა მას, რომელსაც მიტევება არ სურდა. დიაკვანი ევაგრე იმ წუთში მკვდარი დავარდა. მე კი იმავე ანგელოზმა ხელი გამომიწოდა ამაყენა და აი მე ჯანმრთელი ვარ. შეშინებულმა საძმომ ცხარე ცრემლით დაიტირა გარდაცვლილი მამა ევაგრე. ის დაასაფლავეს გაღებული თვალებით, ღია პირით და გაშეშებული ხელებით.